სამართლიანია თუ არა ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი შეფასებები. Ამ თემაზე მსჯელობა გადაცემა მთავარ ფაქტორში გაიმართა. სტუდიაში მოწვეული სტუმრების გარდა კითხვაზე პასუხი მაყურებელმაც დააფიქსირა. 82% მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული შენიშვნები არასამართლიანია. გადაცემაში მონაწილეობას გუშინ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი იღებდა. თომების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მეტად მცირდება და ვთვლი რომ დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე რითი ეს არ იყო გამოითქვა ესეთი მოსაზრება ეს არ იყო რეალურად მხოლოდ ქართული ოცნების გამარჯვება ნაციონალურ მოძრაობაზე ეს არის რეალური აღქმის პირველი მერცხლები ძალიან მნიშვნელოვანია რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არ მოხდა ესე ვთქვათ სამხრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება კომუნიკაცია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მაღალი ყველა უწყების დონეზე ორმხრივი მუშაობის რეჟიმი უნდა იყოს გაცილებით უფრო ინტერაქტიული იმისათვის რომ საქართველოსთან მიდიოდეს ის გზავნილები რომელიც პასუხს ძლებს ყველა შეკითხვას და არავის არ აძლევს ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას ორი მომენტი პირველი ევროპაში და საერთოდ ჩვენს პარტნიორებში ყოველთვის იქნება გარკვეული ეჭვები ჩვენში შერჩევითი სამართლის თაობაზე ვიდრე წამებაში მონაწილე ისეთი ხალხი როგორც ბედუკაძეა დაუშელი დადის და მეორე კარგი იქნება რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიები მიხვდნენ რომ რეალური კოაბიტაცია საჭირო იმისათვის რომ გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები მოვაგვაროთ და დავაყენოთ საერთაშორისო თანამეგობრობის და მსოფლიო დედაქალაქებში იმისათვის რომ ერთად შევებრძოლოთ აგრესიულ ოკუპაციურ პოლიტიკას